ვიღაცები კი გვიწუნებენ, მაგრამ არ ვარგა ტრიუმფებიო, არ ვარგაო. ეს ის მოსახვევია, სადაც რამოდენიმე წლის წინ გავადინეთ ყაპანი. მთავრობის ხალხი. ყველაზე ბანძი ყოლია, Porsche, ისა რა ქვია. Panamera იყო ყველაზე ბანძი და ახლა ყავს Ferrari. დაწვენილზე რომ ამაზე მოტომ გადაიაროს არ მოხდება კაი ამბო. რა გაგიმართლა შეჩემის გადაგრევლო. ო, ჯიჯის აუმართლა. ამოყარა ბიჭოკები ჯიჯი. ყოდუასა და აბაშიძეს შორის ძალიან დაძაბყოფა. ვახჭები. ბევრი ფიქრის საწონდაწონვის შემდეგ გადავწყვიტე რომ ეს მოტო შეგახსენებთ რომ ეს ვიდეო ჩაწერილია მეორე და მესამე ეტაპებს შორის შესაბამისად დროში ცოტა აცდენა გვაქვს და მესამე ეტაპის ამსახველი ეპიზოდი კი იქნება მერე ცალკე BMW Bayerische Motorenwerke ვიყავს დილით კატაობა მერე მთელი დღე კარგ ხასიათზე ვარ და ზოგადად როდესაც გარკვეული პერიოდი მოტოზე ვერ ვჯდები ეს ჩემს მენტალურ მდგომარეობაზე ცუდად დაისახება და ჯობს ხოლმე რომ დიდი შუალედები არ გავაკეთო იმიტომ რომ თუ მოტო ერთხელ შეგიყვარდა ეს სიყვარული ცხოვრების ბოლომდე გრძელდება მოგესალმებით მეგობრებო დღევანდელ ვიდეოში მინდა ცოტა რბოლებზე, ტრეკზე ვისაუბრო დიდი ხანია მსგავსი კონტენტი არ მქონია არხზე ძველებმა იცით თუმცა ახალმა შემოერთებულმა მაყურებლებმა ალბათ არ იცით რომ წრეული რბოლების ჩემპიონატს საქართველოს ჩემპიონატს უწევ ორგანიზებას წელს ჩემი კლუბი GMC-ით ვაკეთებ ამას, რომლის Facebook გვერდით შეგიძლიათ გამოიწეროთ სურვილის შემთხვევაში. სეზონის დასაწყისში კი ვთქვი, რომ ამას ვაპირებდი, თუმცა შემდეგ არხზე არანაირი სიახლე ამ მხრივ აღარ მქონია და დღეს მინდა ვისაუბროთ ამ საკითხზე თუ რა ხდება, როგორ მიდის ეს ჩემპიონატი, საერთოდ ვინ მონაწილეობს, რა კლასები არის, რა მდგომარეობა გვაქვს. ვიცით რომ 2022 წლის მერე ტარდება ეს ჩემპიონატი, რა პროგრესი გვაქვს. აგრეთვე ბევრს აინტერესებს რომ ნუ ეს კაი ორგანიზება კაია, კაი ბიჭი ხარ, მეუბნებია რომ გვეხმარები, მაგრამ აი შენ როდის გამოხვალ დაუბრუნდები როგორც მრბოლელი ამ ყველაფერს. და სამართლიანი შეკითხვაც არის რას ვაპირებ, როდის დავბრუნდები როგორც ბოლელი, მინდა რომ დავბრუნდე და აგრეთვე რა გეგმები მაქვს ამ ბაიკთან მიმართებით, იმიტომ რომ 600-იანების კლასი აღარ გვაქვს. რა ბაიკით გამოვალ, სად გამოვალ საერთოდ. ამაზე ამ ეპიზოდში გაგცემთ პასუხს და გამიჯერეთ, საინტერესო ეპიზოდი გელოდებათ წინ. ბოლო წლების განმავლობაში ამ სპორტულმა ივენთებმა YouTube-მაც, მოკლედ ცნობადობა ზოგადად და ცნობიერება გაზარდა ხალხში. ადრე მაგალითად საბურავსაც თუ არავინ არ აბალანსებდა და ასეთი რამეები ყველას ბოდიში და ფეხებზე ეკიდა. დღეს უკვე საბურავის დაბალანსება კი არა. რა ვიცი, უმნიშვნელო დეტალსაც კი აქცევენ მოტომოყვარულები ყურადღებას. ეს მონაკვეთი მიყვარს. ხალხი ბაიკებს რო ყიდულობს, სამხელა ფულს იხდის და უკვე ნუ იმდენჯერ ვახსენე მეც და სხვებმაც და ვამბობ რომ ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა. აი ამ ამორტიზატორებს რომ უყურებს, აი ამას უკვე ყველა ხვდება რომ ტყუილა არ არის ეს ყველაფერი.
და საჭიროა ამის რეგულირებაც. და მიხარია რომ ყველა ამას უკვე აქცევს ყურადღებას ასეთ რაღაცებს. და ხალხი სწავლობს ბაიკების ტარებას, მართლა ტარებას. და ერთ-ერთმა არხის ერთგულმა მაყურებელმა გამომწერმა მთხოვა დამერეგულირებინა მისთვის ამორტიზატორები. ითხრა რომ ყავს 765 RS-ი ტრიუმფი და ამიტომ მოდი ჯერ მას შევუაროთ, დავეხმაროთ სასურველი პარამეტრების პოვნაში და დანარჩენი შემდეგ. აჰა, დეივ მოსობას არ ვაპირებ, მაგრამ რაღაცა გამოვაჭებგან. ახლა რა გამოგვივიდა? რა ჯანზეა ერთი ნახე. ვიღაცები კი გვიწუნებენ, მაგრამ არ ვარ გატრიუმფებიო, არ ვარ გაო. ვიჭო, ძალიან კაი. აია. ახლა აქ დიდი მოსახვევები არ არის, ახლა დოლიძეზე ბუხს ვერ დავდებ მოსახვევში, მაგრამ ისეთია, არც კომფორტულია და არც სპორტულია. აი შუაშია რაღაც რაც მინდოდა რა. არას მიზანიც ეგ იყო. მიზანიც ეგ იყო. ბაიკიც დაურეგულირე, ამორტიზატორი. აი ძალიან არეული იყო, კომპრესია ბოლომდე გადაჭერილი, რიბაუნდი მოშვებული, აქეთკენ საპირისპირო დატრიალებული. ისეთი რა, საშუალო პარამეტრები დაუყენე, ქალაქში უნდა ძირითადად ყოველდღიურად რო იაროს და კომფორტსა და სპორტს შორის რა. ასეთი პარამეტრები აირჩია თვითონ. და ეგ შედეგი მივიღეთ და ზოგადად ტრიუმფი მიყვარს მაგიტო რომ აი ძალიან კარგი ამორტიზატორები აქვს. 5 წუთში შეგიძლია გაასწორო შენ გემოზე მოიყვანო თუ იცი რა თქმა უნდა. გასწავლაც რთული არ არის. დღეს ლამის ყოველი მეორე იუთუბერი ტრეკიდან რო ვიდეოებს დებს ან ერთხელ მაინც გადაუღია, მაგალითად 5 წლის წინ ასე არ იყო. ეს რა თქმა უნდა კარგია რომ დღეს ასეთი პოპულარიზაცია აქვს ტრეკს, მომწონს, მიხარია, მაგრამ 2020-ში მაგალითად როდესაც დავიწყე გზა მოტოსპორტისკენ ვიდეოების სერიის გადაღება, მაშინ ტრეკი იცოდნენ კი არა სად იყო, ეგეც არ იცოდა უმეტესობამ. გადავწყვიტე რომ ეს შიდა სამზარეულო გადამეღო, თუ რა არის ტრეკი, როგორ რა ხდება, რატომ, აგრეთვე პოპულარიზაციის გაზრდაში ხელშეწყობა და საბოლოო მიზანი იყო რომ შემდეგ წინუწრიული რბოლების ჩემპიონატი ჩამეტარებინა, მეც მიმეყო ამაში მონაწილეობა და ეს ყველაფერი, ანუ დასახული მიზანი შევასრულეთ. თუმცა გზა მოტოსპორტისკენ არასოდეს ვთავრდება და დღევანდელ ეპიზოდში ვეცდები დღევანდელ სიტუაცია გადმოგცეთ და თუ რა გაკეთდა და სადამდე მოვედით. 2022-დან ტარდება ჩვენი ჩემპიონატი, 22-ში ჩავატარე მე, ამის შემდეგ ოფიციალურად ის გადაიბარა პიტსტოპ აკადემიამ, 24-ში ის გადაიბარა ტრანსპორტერ ბაიკერს კლუბმა, იგივე კავასაკის სადილერო. ამ პერიოდის განმავლობაში ყველა მეუბნებოდა მაინც რომ აი ის პირველი წელი შენ რო დაიწყე თავიდან და ჩაატარე. პირველი სეზონი იყო ყოველთვის გამორჩეული, საინტერესო და ყველა მახსენებდა ხოლმე რომ აი იმ პირველ სეზონს. ჯერჯერობით 3 ეტაპიდან არის 2 ეტაპი ჩატარებული, 13-14 სექტემბერს იქნება ბოლო ეტაპი მესამე, სწორედ ამის შემდეგ გვექნება შეფასების საშუალება და ნახავთ მერე რა გამოვიდა. არის თუ არა ის უკეთესი 22 წლისაზე. აჰა, ანუ აქეთ აღარ უნდა წამოვიდე. აქ გზა საერთოდ გაფუჭებულია მშენებლობების გამო. თბილისის ქალაქს გადმოვხედოთ ზემოდან. რადგან გადავწყვიტე რომ ისევ ხელი მომეკიდა ამ ყველაფრისთვის და ყველა ვთანხმდებოდით იმაზე რომ იყო პრობლემები დაგროვებული, ხარვეზები, რომელიც უნდა მოგვარებულიყო.
და ეს ხარვეზები მაგალითად იყო შემდეგი. ბოლო წლების განმავლობაში რეგლამენტში უკეთესობისკენ არაფერი არ შეცვლილა. საერთოდ და საქართველოს კონსტიტუციასავით ვისაც რა მოეპროემებოდა, ხან ერთ პუნქტს ამოაკლებდნენ, ხან ჩაამატებდნენ, მოკლედ საინტერესო არაფერი. აგრეთვე პრობლემა იყო წრეების რაოდენობა, ცოტა წრე იყო ძალიან რბოლელი, გამძლეობითაც უნდა ფასდებოდეს და ამის გამოვლენის საშუალება უნდა ჰქონდეს ტრეკზე და კიდევ სხვა პრობლემები, რომლებსაც ახლა გეტყვით. ეს ის მოსახვევია, სადაც რამოდენიმე წლის წინ გავადინეთ ყაპანი. სიმბოლურია აქ დაბრუნება. გადავწყვიტეთ, რომ წელს ყოფილიყო აი მასშტაბური ცვლილებების წელი. პირველ რქენით ის, რომ გადავწყვიტეთ წრეების რაოდენობა, რომელიც შეადგენდა 8 წრეს, გამختარიყო 10 წრე. ვიღაცა იტყვის 2 წრე რა არის, ლევან, ბევრი არაფერი დამატებულაო, მაგრამ დამიჯერეთ ჩვენს რეალობაში ის 2 წრე ძალიან ბევრია. პირველი 5 წრე ყველა მაგარია, ყველა სწრაფია, მაგრამ 5 წრის მერე კოდებია. სწორედ მაგ დროს ჩანს ვინ არის ბოლომდე მზად რბოლისთვის და ეს ყველაფერი გაიძულებს, რომ მართლა მოემზადო. მარტო ბაიკის ტუნინგი არ არის საქმე. შენც უნდა იყო ფიზიკურად მართლა მზად. საბოლოოდ ამის მიზანი ის არის, რომ ღიპი გაქრეს ქართულ ფოტოსპორტში. და წრეების რაოდენობა, რა თქმა უნდა, აღარ შემცირდება, პირიქით დროთა განმავლობაში ის გაიზრდება და გაიზრდება. შემდეგი მნიშვნელოვანი ცვლილება იყო რესტარტის წესები. რეალურად ცვლილება რა, ამის წესი არც აღაზოს ქონია. კაცი თუ წაიქცეოდა და წითელ დროშას აღმართავდნენ, კაციშვილმა არ ვიცოდით რა მოხდებოდა, როგორ უნდა გაგვეგზელებინა. იყო ხოლმე შემთხვევა, რომ კაცი წაქცეულა და საჭს ის წაქცეული გამარჯვებულად გამოუცხადებია. მაგალითად, შუარბოლაში წითელი დროშა თუ აღიმართებოდა, ანუ რომელი წრიდან უნდა გაგვეგზელებინა რბოლა, მერე კაციშვილმა არ იცოდა მართლა. ამის წესები გაიწერა იდეალურად, აი ზედმეტი კითხვა რო არავის გაუჩნდება ისე, რაც რბოლას ხდის უფრო სამართლიანს, საინტერესოს, დროში აღარ იწელება. ბარო ჯიჯი. თავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, პატარა ქვეყანა და გვაქვს მხოლოდ ერთი ტრეკი. ახლა მეორე ტრეკს ასე უცბად ვერ ავაშენებ, ძალიან ბევრი მილიონი ჯდება. ამის გამო ჩვენ გვაქვს 3 ეტაპი და ერთი ეტაპი მაინც რომ ჩაგეგდო, ფაქტობრივად ჩემპიონობაზე ბრძოლას აზრი აღარ ქონდა და ამის გამო მე ზოგი მონაწილე აღარც გამოსულა ხოლმე რბოლაზე. ამიტომ მოვაგვარეთ ეს პრობლემა იმით, რომ ძირითად რბოლებს დაემატა სპრინტ რბოლები, რომელიც იმართება შაბათობით, ხოლო ძირითადი რბოლა კვირას რა თქმა უნდა. სპრინტ რბოლაში აგროვებ დამატებით ქულებს, აგრეთვე ქულები იწერება სეზონის ბოლოს სწრაფ წრეებზე, ვინც პოული აიღო, ამაშიც კიდე ქულებს იღებენ და მოკლედ ერთი ეტაპი სრულად რო ჩააგდო, მაინც გააქვს შანსი ამ დამატებით ქულების ხარჯზე ჩემპიონობაზე იბრძოლო. უპრობლემოდ და ზუსტად ეს ხდება ახლა ჩვენს ჩემპიონატში. 3 კაცს აქვს ერთნაირი ქულა და კაციშვილმა არ იცის ვინ მოიგებს. რბოლის ბოლო წრის ბოლო მოსახვევამდე იქნება ინტრიგა შენარჩუნებული. ახლა გადავინაცვლებ მალე ტრეკზე, თავს დიდად აღარ მოგაწყენთ, უბრალოდ კლასებზე ვიტყვი, წელს პროკლასებში მხოლოდ ლიტრიანების კლასი გვაქვს, ხოლო მოყვარულებში time attack-ი ტარდება 600-იანები და 1000-იანების კლასში. time attack-ზე ბევრს არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ აქ დიდად სასაუბრო არც არაფერი არის. უბრალოდ 1.55-ში ან უფრო ნაკლებში ვინც ივლის, ის ავტომატურად შემდეგ წელს გამოდის პროკლასში და აგრეთვე ვინც მოიგებს, გამარჯვებული გახდება, რა თქმა უნდა, იმასაც მე მოუწევს პროკლასში ასვლა, იმიტომ რომ ეს მოყვარულებისთვის არის გამოცდილების დასაგროვებლად და არა იმისთვის, რომ ყოველ წელს მოყვარულები დაამარცხო. მოკლედ, პირველი ეტაპი ჩატარდა 5 ივლისს, ოღონდ
სპრინტერ ბოლა პირველ ეტაპზე არ ყოფილა. სპრინტერ ბოლა დაემატა მეორე ეტაპზე და მესამე ეტაპზე. აგრეთვე ამ დღის მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ ოფიციალურად გამოცხადებული იყო წვიმა, თუმცა მე ყველას ვამშვიდებდი და მჯეროდა რომ წვიმა არ იქნებოდა, იმიტომ რომ ეგ ტრეკი რუსთავში ტყილა, მაგ ადგილას აშენებული არ არის. ბევრს გონია რომ აი ცარიელი ადგილი იყო და უბრალოდ იმისთვის ააშენეს, არა. მაგ ადგილას წვიმა არ მოდის. ნახევრად უდაბნო არის და აი წარღვნა უნდა იყოს სხვაგან რომ მად იწვიმოს. ძალიან დაბალია ზაფხულში წვიმის ალბათობა მოკლედ. რა ხდება ამ წუთას ჩემპიონატში? ვინები გამოდიან საერთოდ, ვინ მონაწილეობს, რა ბაიკები ლიტრიანებში დარეგისტრირდა 8 მონაწილე და მთელი გადაობა იმაშია რომ ნახევარი ფაქტობრივად ახალი არის, 600-იანებიდან ავიდნენ ლიტრიანებში. რა თქმა უნდა გამოცდილება ჰქონდათ ახლა, მაგრამ საშეჯიბრო და ლიტრით შეჯიბრზეია რომ მაგის გამოცდილება არ ქონიათ. შესაბამისად მოუწიათ სწავლა. აგრეთვე ნოდო კოდუა, რომელიც დრიფტერი არის, მანქანებიდან გადმოვიდა მოტოებში, სიგიჟე პირდაპირ ლიტრიანებში. აგრეთვე მოქმედ ჩემპიონს დავით რობანიშვილს 2024 წლის ყავს ახალი ბაიკი, Kawasaki იყიდა ZX-10R, რომლის ტუნინგი ვერ მოასწრო და პირველ ბოლაზე გამოდის სტოკი ბაიკით და სტოკი Kawasaki კიდე ჯორივით არის, მაგით მოგება არის გამორიცხული. ერთი მონაწილე არის აზერბაიჯანიდან, შიხიევი, რომელიც გამოდის წლებია უკვე მაკლაში, მაგრამ მაგასაც ახალი ბაიკი ყავს, დუკატი. ორი კაცი დარჩა, ვინც შარშანდელი ბაიკით გამოდის, არაფერი არ შეუცვლიათ. გიო აბაშიძე დუკატით და ლუკა ჩემი ძმაკაცი R1-ით. მოკლედ ასეთი სიტუაცია გვაქვს, თუმცა არავის არ ვამართლებ, გასამართლებელი მიზეზი არ არის და არ დავიწყებ ახლა იმას, რომ ბებია ჩემს რომ რაღაცა ქონებოდა, ბაბუა ჩემი იქნებოდაო და ასეთ რაღაცებს, უბრალოდ სიტუაცია აღგიწერეთ თუ რა და როგორ არის. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, კვალიფიკაციები მორჩა, თაიმატაკი მორჩა, ცოტა მოიღრუბლა, მაგრამ ეგ არაფერი. ბიჭები მოეწყნენ სასტარტო ბადეზე და ჩამოვარდა პირველი წვეთი. თუმცა მთავარმა მარშალმა, რომელიც აგრეთვე არის რბოლის დირექტორი, გასცა ბრძანება რომ ვიწყებთ რბოლას. ვიწყებთ, არ არის პრობლემა. ბიჭები დაისტარდნენ, გიორგი მიხანაშვილი პირველივე მოსახვევში გალიდერდა. ის წვეთი იქცა წვიმად და სოელზე სლიკ საბურავი არის ყინულივით. აღიმართა წითელი დროშები და შეჩერდა რბოლა. 9 საათი უცადეთ დაახლოებით. ამ 9 საათში წვიმა შეწყდა საბედნიეროდ. მერე შემოწმდა ტრეკი, თუ რამდენად მოასწრო ამ პერიოდში გაშრობა ასფალტმა და შეიძლებოდა თუ არა რესტარტი. მოკლედ ყველაფერი იყო დამაკმაყოფილებელი და გადაწყდა რბოლის ხელახლა დაწყება.
არის მთავარი ბოლა, რომელიც სულ შედგება 10 წრისგან. წელს რეგლამენტი შეიცვალა მთლიანად, როგორც გითხარით. და ახალი განახლებული რეგლამენტით დავხადეთ უფრო საინტერესო და კონკრეტული მოკლედ ბოლა მორჩა შემდეგი თანმიმდევრობით ყველა უკლებრივ არის შექების ღირსი. ბოლა წარიმართა ისე რომ ნოდო კოდუა ლიდერობდა, როგორი გასაკვირის არ უნდა იყოს, მაგრამ დასრულებამდე 2 წრით ადრე მეორე მოსახვევში მოუწყდა ბაიკი და გამოეთიშა რბოლას. რასაც ვერ დაუკარგავ ნამდვილად ნიჭიერი არის კოდუა. უბრალოდ ის გამოცდილება მაინც თავისაშვება პირველ საბოლოო სეზონში რთულია. ერთადერთი ჩემი სუბიექტური აზრით, რასაც დავაკვირდი არის ის, რომ საბურავს ექცევა ძალიან უხეშად. ბოლომდე იყენებს მის რესურსს და შესაძლებლობებს და ჩვენი ტრეკის საფარს თუ გავითვალისწინებთ, რომელიც ბოლო 15 წელია, რა ვიცი, არ განახლებულა და ის მოჭიდება აღარ აქვს. უბრალოდ საბურავი ვეღარ უძლებს რა ამხელა დატვირთვას და მოუწყდა. ჩემი ვარაუდი ეს არის, დანარჩენი უკეთ თვითონ იცის. ის გადიოდა სტაბილურად. ხა ის 20 კილოა. ფორმაშია და სტაბილურად იარა. ჩვენ ორივე დაიღალეთ, გეტყობოდა. სიარუზა მანევრზეც გეტყობოდა. ო და მე ბოლოს წვიმის გამო იყო. რა გაგიმართლა, შეჩემის გადამგრეულო. ო, ჯიჯის აუმართლა. ამოყარა ბიჭოკე, ჯიჯი. მამილოცნი. რაღაცა. ესეც თასები, შამპანურები. წავედით საწუწაოდ. აჰა. 1 2 всё, მერტიანა. ბიჭებო, დაუძახე რომ ამოვიდნენ. როგორც იქნა? არ ვარ მოყოფილი. პოდიუმი. პოდიუმი პირველი. არა, პირველი. არ არის? მეორე. მეორე პოდიუმი. ვახჭები. ახლა უკვე შემოდგომა, სეზონი იწურება და ისეთი მოღრუბლული ამინდები, როგორიც ამ წუთას იხილეთ, სამწუხაროდ მატულობს, თუმცა მაშინ მეორე ეტაპის დროს
ეგ პრობლემა ნამდვილად არ მქონია. ვინაიდან ჩვენი event არის 2 დღიანი, ანუ პირველ დღეს სტარტდება სპრინტი და time attack-ი, კვალიფიკაციები ასევე. სპრინტი ნიშნავს, რომ მთავარი რბოლა რაც არის, მისი ნახევარი, ანუ ჩვენ შემთხვევაში 5 წრიანი რბოლა იქნება. მანამდე time attack-ში მოხდა ერთი საინტერესო ინციდენტი, სადაც მოყვარულები გამოდიან. მოკლედ 2 ყმაწვილი, ერთი კარი ტრაექტორით შევიდა მოსახვევში, მეორე შიდა ტრაექტორით და ჩაეხუტნენ ბოლოს ერთმანეთს ვერ გათვალეს მანძილი, ასეთი რამ ხდება, გამოცდილების ამბავი არის და ისეთი არაფერი მოკლედ. რავერსი რავე? არა, გადარჩენილია ძრავის ხუფმა. და ცოტა ტყავი მოინათლა. და ამის შემდეგ მოვიდა საქართველოს ისტორიაში პირველი სპრინტ რბოლის დრო. აქვე მინდა ერთი პატარა ჩანართი გავაკეთო. ყოველთვის ვიყავი წინააღმდეგი და ახლაც ვარ მხოლოდ ლიტრიანი კლასის დატოვების. ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომა იყო 600-იანების გაუქმება და არა litrianis და ამას აქვს თავისი მიზეზები, რომელიც ამ სეზონშივე დამტკიცდა ფაქტებით. ერთ-ერთ მონაწილეს ამ შემთხვევაში გიოს მიხანაშვილს უბრალოდ ბიუჯეტი აღარ იყო და გადაწყვიტა საბურავის დაზოგვა. არის არა კვალიფიკაცია, შესაბამისად რბოლას, როგორც სპრინტს აგრეთვე მთავარს დაიწყებს ბოლო პოზიციიდან. იმ იმედით, რომ კარგად სტარტავს, ცუდად არ სტარტავს და იმედოვნებს, რომ სტარტზე ამოიღებს იმ პოზიციებს და გადავა ისევ პირველ ადგილზე. შემდეგ რბოლაში ექნება რაღაც თეორიული შანსი მაინც, იმიტომ რომ ახალი საბურავი არა აქვს და კვალიფიკაცია რომე არა, უბრალოდ გაუცვლებოდა საბურავი და ბოლო ადგილი რბოლაში გარანტირებული ექნებოდა. როდესაც რბოლელი ფიქრობს ასეთ რამეებზე, დაზოგვაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონატში რაღაც არასწორად კეთდება ზოგადად. აგრეთვე მეორე ფაქტი არის ის, რომ ოგანესიანი და სართანია ვარჯიშობდნენ მეორე ეტაპის წინ ტრეკზე, როგორც სხვები. მოკლედ მოვიდათ ინციდენტი და ამ ბაიკების სარბოლო მდგომარეობაში დაბრუნება არის ძალიან რთული და ამას სჭირდება დრო. და ეს ჩვენი 8 კაციანი ჩემპიონატი შემცირდა 2 კაცით. ჭკვიანი სწავლობს სხვის შეცდომებზე, ხოლო სულელი კი თავისაზეო. ჩვენ სამწუხაროდ სულელის პოზიციაში ყოფნა ავირჩიეთ, მაგრამ ვისწავლით კი? ამაშია სწორედ კითხვა. დაიწყო სამზადისი სპრინტ რბოლებისთვის, ბიჭები სასტარტო ხაზთან დადგნენ და ამ დროს დაიწყო სიგიჟე. ზოგადად, როდესაც დგებიან სასტარტო ხაზთან და ისტარტებიან, პირველი წრე არის გამახურებელი. მერე კიდე მოდიან, დგებიან სასტარტო ხაზთან და იწყება რბოლა. რატომღაც დავით რობანიშვილს ეს აერია, დაავიწყდა და ჩააჭირა და გაფრინდა დავითი. საჯმა რა თქმა უნდა გააჩერა, ყველანი შემოიყვანა პიტლეინზე და ველოდებით თუ როგორ დაისჯება. ამ დროს გიოს აბაშიძეს მობეზრდა დგომა რატომღაც და გადაწყვიტა, რომ ნებართვის გარეშე გასულიყო ტრეკზე და დამდგარიყო სასტარტო ხაზთან. ინსტინქტურად ნოდო კოდუაც მიყვა და ორივე ყმაწვილი მიაყოლა საჯმა რობანიშვილს და დააჯარიმა სამივე. ჯარიმა კი მდგომარეობს იმაში, რომ დასტარტავენ პიტლეინიდან და პიტლეინიდან დასტარტვა ნიშნავს, რომ როდესაც ძირითადი ბადიდან დასტარტულები გაცდებიან პირველ მოსახვევს, მხოლოდ შემდეგ ეძლევათ უფლება ამათ დასტარტვის. ეს არის ძალიან დიდი ჩამორჩენა და ამის აღმოფხვრა ძალიან რთულია. სამაგიეროდ მიხანაშვილის ტაქტიკამ გაამართლა და ლუკას და მიხანაშვილს ფაქტობრივად პირველი პოზიციებიდან მოუწიათ დასტარტვა. ნუ ასეთებიც ხდება.
მოკლედ ამ სამმა ყმაწვილმა მოქმედა ჩემპიონმა რობანამ GG ნოტომ დაარღვიეს და წესები ჯარი მაირთხეს და პიტლეინიდან დასტარტავენ. ხოლო ნაწილი ბიჭებიც ჩვეულებრივ აიღებენ სტარტს. ნუ პირველად ხდება ეს ჩვენ ჩემპიონატში და საინტერესოა. სამი ლიდერი რეალურად მხრიდან დასტარტავს. რობანარო ძალიან სწრაფი არის, ამაში ორი აზრი არ არის, ჩემპიონი ყველა არ გამختარა შარშან, თუმცა ის ფაქტიც მაინც აღნიშნვის ღირსია, რომ გიორგის ფაქტობრივად ბოლო წრეებზე საბურავი აღარ ქონდა და მაგის გამო დამატებით დროს კარგავდა. ახალი საბურავი რო ქონოდა, როგორ დამთავრდებოდა რბოლა რთული სათქმელია, მაგრამ ნუ რაც მოხდა, მოხდა. დადგა 27 ივლისი, მთავარი სარბოლო დღე და ჩემი აზრით ძრავიანი სპორტების ისტორიაში ჩვენ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე გრანდიოზული ივენთი. მოვიდა უამრავი სტუმარი, მაყურებელი, მათ შორის ზემოდანაც. მანქანები იწყებენ და ხსნიან თავიანთ სარბოლო სეზონს, ხოლო ჩვენთვის ეს მეორე ეტაპია, ხოლო მანქანების შემდეგ უკვე მოტოები დაისტარტებია. ნელ-ნელა ტრიბუნაც ივსება, შუა ტრიბუნა არის შევსებული იქით და VIP ზონა ბოლომდე სავსეა. მთავრობის ხალხი
ხუმრობა იქით იყოს და როგორც იქნა მოება თავი ლაივის გაშვება, საერთოდ რომ იძახდით რომ აი რა გახდა ერთი ლაივი გავუშვით, სიამდვილეში ეს ყველაფერი ძალიან ძვირი სიამოვნება არის და მოითხოვს ტრეკზე არის 12 მოსახვევი, საჭირო არის უამრავი კამერა, სინქრონში უნდა მუშაობდეს ეს ყველაფერი, თავის წამყვანი და მიხარია რომ ერთობლივი ძალებით შევძელით და მოვახერხეთ ეს ამბავი. დიდურ ბოლელს. კარგად, ჯერაში. გილოცავთ დაბრუნებას. გეღირსათ. ჯერ ცოტა ნელები ხართ, არა ისწავლით ნელ-ნელა. საორგანიზაციო იმაში აჩქარდებით ნელ-ნელა და აი ჩვენც აგერ ვართ. გაგიზიარებთ ყველა, ვიცი მაგას გადიო. ბიჭო, დრო რა გაქვს? ორი და ერთი ეგრე ორგანული განაჩინე ამ. ნუ დასაწყებად გაიდრო. მერე ჩამოწევ. გორბლები და ადოსკას ყოველს ერთნაირი. ბიჭო, ამანქანის მაქსიმუმი რა არის ამ დრო რა შეუძლია? 5.58 ალბათ. ანუ მოტოზე ნელია ყოველ შემთხვევაში. მოტოზე კარგია. შენია? აბა როგორ უნდა სადაზეა ჩემს. კანამერი 10, всё. 10 გურჯო გიროთესე. ანაში? ხო. 14 არის იმისი. ზოგადად ივენთების თავარი გმირები არიან ხოლმე მათი მონაწილეები და მათზე არის ხოლმე აქცენტი ძირითადად გაკეთებული, თუმცა მინდა რეალურად არანაკლები მნიშვნელობის გმირები მინდა გაჩვენოთ, ანუ ის ხალხი რეალურად ვინც მართავს ნებისმიერ ივენტს მსგავსი ტიპის. ესენი არიან რბოლის დირექტორი, მარშლები, საიდან ხდება რეპორტაჟი, წაყვანა ლაივის და ასე შემდეგ. ზოგადად ეს ხალხი არ ჩანს არსად, მაგრამ დამიჯერეთ, არსებობენ, არიან. ივენთის მიმდინარეობისას ფაქტობრივად ყველა გადაწყვეტილებას იღებს მთავარი მარშალი, რომელსაც ემორჩილება ყველა, მათ შორის მეც და ფედერაციის პრეზიდენტიც. არა, აქ ვინ ეთქვის? შენ რო უთხრა? რა? იციან. ახლა ავალ ზევით და ნახავთ ყველაფერს მარშლის თვალით. ისინი გადაიჭრები პარკინგი? თუ არა? ჯერ არ. მეგენი გადასაღებია. ადრში კარგად გამოჩნდება. აი მეგობრებო, ასე გამოიყურება ზედა სართული, ასე ვთქვათ, რომელიც მარშლებისთვის არის განკუთვნილი. ესენი ცალკე თავის სამყაროში არის. ბიჭო, აქ ხდება რეალურად მთელი ღონისძიების საორგანიზაციო საკითხები რაც არის და პლუს მართავენ ესენი რბოლას. ტექნომისრები არიან აქ რაც ახლა ჩვენ გარგო რეალურად რა. მაგარი ამბავია, ასეთი ივენთი და მასშტაბური არასდროს არ მქონია. ნელ-ნელა ცხელდება. ნუ safety car-ი საერთოდ სხვა ქვეყნიდან არის. პრინციპში რაც არ გვიჭირდა safety car-ები ყოველთვის გაიყვავთ, ხო? ხო. არა წელს იმენა ყველა საჯობა. ყველაზე ბანძი ყოლია Porsche, ისა რა ქვია. Panamera იყო ყველაზე ბანძი და ახლა ყავს Ferrari. რომა, სად ხარ? მე ვარ სასტარტო ვიშკაზე. ჩამოდი დროზე. სად მოვიდე? რეცეპშენთან წინ შესასვლელში. მოტოები უნდა დაესტარტონ ახლა, გზა საკმაოდ ისე ცუდ მდგომარეობაშია მანქანების მერე და თავარმა საჯმა დაგვიბარა ზევით. ვიდეოგრაფი მყავს შესაყვანი სარბოლო ტრეკზე. ავედით ასე შესამოწმებლად? აჩი როგორ გიწევს? ეს ჩამიწია. შენ? ხო, მადლობა. სარბოლო ხაზზე იარებით და
ანუ იქ ყველა იყურები. იქ სურო ხრეშია. აი წინ, ვიდა სარბოლო ხაზი. გაჩერ. 4 არიან. რაღაცა იგდო შუაში. აქ გაუჩერეთ, ჩამოხდება. მიდი, აბა შენიც. აი თუ ნახავ. ანცალია მაგ. არისო ბალახი. პლასმასის სქელი წვეთი აინაჭერე. როგორ ხარ? ათი თვალი ჯობიაო. რა თქმა უნდა. ოიცა ის ხელში რას გიკავი ეგ ესაკიპოვე? ამიანი ჩამოყვანა ეხა უფრო დიდ დროს დაიღებ, ჯობია ეხავე გადავყავოთ ჩვენ თვითონ. ხო. საბურავის ნაგლეჯებია. აი მაგალითად ეს ახ. დაწვენილზე რომ ამაზე მოტომ გადაიაროს. არ მოხდება კაი ამბო. ავტორ ბოლი შემდეგ. ტრასის დასუფთავება. დამსწრე მაყურებელს აგრეთვე ბევრ თქვენგან შეიძლება სრულიად ზედმეტად ეჩვენოს ის ჩვენი ფაცი-ფუცი, მაგრამ როდესაც ორი ივენთი ტარდება, ეს პროცედურა არის ძალიან საჭირო, იმიტომ რომ უმნიშვნელო პატარა დეტალსაც კი შეუძლია გამოიწვიოს ძალიან სერიოზული ინციდენტი. იმხელა დატვირთვის ქვეშ არის ზოგადად ტექნიკა შეჯიბრის დროს, რომ ნაწილებად იშლებიან მანქანები, რასაც ქვია. და დაინახეთ კიდეც რეები ვიპოვეთ და რა გამოვიტანეთ, ასე რომ ის რომ ტრეკი არის უსაფრთხო, მის უსაფრთხოებას განსაზღვრავს ასეთი პატარა დეტალები და ამ ყველაფერს უნდა დაკვირვება და ამას მკაცრად ვუდგებით ამ საკითხს მოკლედ. დავით რობანიშვილი, მეორე ყავს გიორგი აბაშიძე, მესამე დგას უკვე ნოდარი კოდუა, მეოთხე ლუკა ლომთაძე, მეხუთე გიორგი მიხანაშვილი და მეექვსე ელიას შიხიევი. რაც შეეხება მიხანაშვილსა და შიხიევს, ისინი არ გამოცხადდნენ კვალიფიკაციაზე, საბურავობის დაზოგვის მიზნით და შესაბამისად განლაგდებიან უკვე სასტარტო ბადის უკანა პოზიციებზე. პირველ მოსახვევში ჯერჯერობით აბაშიძე არის პირველი, როგორც ხედავ, კოდუა მიყვება მას უკან. მე მგონი გაუსწორდნენ ერთმანეთს, მოკლედ აბაშიძე ძალიან დაწინაურდა, უკან კი საკმაოდ კარგი ბრძოლა გვაქვს. ამასობაში აბაშიძე კვლავ დაწინაურდა და კიდევ უფრო დიდი დაშორებით წავიდა წინ კოდუასთან მიმართებაში, ხოლო რობანიშვილი თავის მხრივ ჩამორჩა ოდნავ კოდუას.
არაფერი შეცვლა ჯერჯერობით სტარტ-ფინიშის გრძელ მონაკვეთს ისევ გადაკვეთს პირველი გიორგი აბაშიძე და დარჩენილი გვაქვს 6 წრე. კოდუა ცდილობს თავი დაიცვას რობანიშვილისგან, რომელიც საკმაოდ ახლოს მიყვება. რა თქმა უნდა, ნელ-ნელა დაეწივნენ გიორგი აბაშიძეს, უკვე ძალიან ახლოს არის კოდუა გიორგი აბაშიძესთან და მე მგონი ვიხილავთ უკვე სალიდერო პოზიციისთვის ბრძოლას, უკვე დაენახა კოდუა გიორგი აბაშიძეს, შიდა ტრაექტორით გაიარა აბაშიძე, მას მიყვება კოდუა ძალიან ახლოს, აი იქვე არის დავით რობანიშვილიც, რომელი პოზიციით კოდუასა და აბაშიძეს შორის ძალიან დაძაბ ძალიან დაძაბული პაექრობა მიდის, მოკლედ კოდუასა და აბაშიძეს შორის. კოდუა გადაინაცვლა, გალიდერდა, ახალი ლიდერი ყავს რბოლის. კოდუა უკვე სტარტ-ფინიშის გრძელ მონაკვეთს უახლოვდებიან. აბაშიძეს თავის მხრივ უახლოვდება უკვე დავით რობანიშვილიც, ალბათ სავარაუდოდ რაიმე ტექნიკური პრობლემა აქვს გიორგი აბაშიძეს. დავით რობანიშვილმაც გადაასწრო, გიორგი აბაშიძე ელოდება მათ რომელიმე დაშვებულ შეცდომას, რომ მისარგებლოს მანაც. ამ შეცდომით და ისევ დაიბრუნოს თავისი სალიდერო პოზიცია. კოდუა ჯერჯერობით არაფერს ართმობს, რობანიშვილი ძალიან ახლოს მიყვება, ზედაესი გაიარეს უკვე, მიფრინავენ მარცხენა მოსახვევისკენ. რობანიშვილი შიდა ტრაექტორით ცდილობს რომ ჩაკეტოს კოდუა და კოდუა ცდილობს რომ გადააჯვარდნოს, თუმცა არაძლევს ამის საშუალებას რობანიშვილი გარეთ ტრაექტორიაზე რჩება კოდუა. ამასობაში ძალიან წამოეწია გიორგი მიხანაშვილი გიორგი აბაშიძეს, მე მგონი კიდევ ერთ გადასწრებასაც ვიხილავთ აქ. ცდილობენ მესამე ადგილი საპრიზო პოზიცია გაიყოს გიორგი მიხანაშვილმა და გიორგი აბაშიძემ. აქ სტარტ-ფინიშის გრძელ მონაკვეთზე არ იყო გიორგი მიხანაშვილს გადასასწრებად ადგილი. კოდუას მე მგონი რაღაც ხარვეზი აქვს და ამასობაში ვიხილეთ კიდევ ერთი გადასწრება. ხო, დავით რობანიშვილი საკმაოდ დიდი დაშორებით იბრძვის პირველი ადგილისთვის. აქ უკვე გადასწრება გიორგი მიხანაშვილმა გადაასწრო გიორგი აბაშიძეს და სტარტ-ფინიშის გრძელ მონაკვეთს უკვე გიორგი მიხანაშვილი გაივლის მეორე პოზიციით. ფინიშისკენ მოდიან უკვე და მე მგონი არ ეყოფა საბრძოლველად ეს დრო, თუმცა ნამდვილად ძალიან მაგარი ბრძოლა შემოგთავაზეს ბიჭებმა, საკმაოდ დაძაბული იყო და გვაქვს ფინიში, გვაქვს დავით რობანიშვილი პირველი ადგილი, გიორგი მიხანაშვილი მეორე ადგილი, მესამე ადგილი გიორგი აბაშიძე. მას მოყვება ნოდარ კოდუა, ელიას შიხიევი და ლუკა ლომთაძე. ნახეთ, როგორც მორჩა რბოლა, საოცარი რბოლა იყო. ტექნიკურ დეტალებში ახლა უფრო აღარ შევალ და არ დავიწყებ განხილვას თუ ვინ ვის რატო გაასწრო. კი, რა თქმა უნდა, იქ ზოგი დაიღალა, ის წრეების რაოდენობას ტყუილა არ გაზრდილა. ვიღაცას შეიძლება ბალაკლავა ჩამოეფხატა თავზე და გზას ვეღარ უყურებდა, ან მარცხენა ფეხსი ადგა და ასე შემდეგ. ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ყველაფერი რჩება იქ, ყველაფერი რჩება ტრეკზე. შედეგი არის ის, რომ რობანიშვილმა აკრიბა ქულების მაქსიმალური რაოდენობა, გამოასწორა წინა ეტაპის ჩავარდნა და მას და აბაშიძეს აქვს ერთნაირი შედეგები. აგრეთვე ყველაზე სტაბილური რბოლელი მეორე ადგილზე რო გადის სულ გიორგი აღმოჩნდა მიხანაშვილი და ასე რომ მოხდა სენსაცია. სამ რბოლელს აქვს ერთნაირი ქულები. მესამე რბოლა იქნება გადამწყვეტი, რომელიც უკვე ჩატარდა. თქვენც იცით უკვე შედეგები, თუმცა ჩემსავით დეტალურად არავინ აგიხსნით თუ რა და როგორ ხდება. ასე რომ ერთ-ერთ ეპიზოდში მაგ მესამე ეტაპსაც მოკლედ მიმოვიხილავ და იმ საინტერესო დეტალებს გაჩვენებთ რა. ახლა კი რაც შემეხება მე სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბერში მოკლედ შევხვდებით, დავილაპარაკებთ და გადაწყდება თუ რა კუბატურები გვექნება შემდეგ წელს საქართველოს ჩემპიონატში. ეს ლიტრიანის კლასი და მარიაჟობა ქართველებს კი გვიყვარს, მაგრამ ასე საქმე არ გამოვა, სპორტი ტოტალური ვერ გახდება. საჭირო არის დაბალ კუბატურიანი კლასების დამატებაც პრო კლასში და მაგის მიხედვით მე მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ ვიყიდო რაიმე ბაიკი
და იმით მივიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ დაბრუნება მინდა როგორც მრბოლელს ძალიან და ეს იმას ნიშნავს, რომ დაიტონა თიმე მონაწილეობას არ მივიღებ, მომიწევს სხვა ბაიკის ყიდვა და ეს რა კუბატურა იქნება და რა კლასი ეს ცალკე საკითხავი არის. ბევრი ფიქრის აწონდაწონვის შემდეგ გადავწყვიტე რომ ეს მოტო გავყიდო, თუმცა ძალიან გული მწყდება, მაგრამ იმის შანსი რომ ეს მოტო დამეტოვებინა და კიდე სხვა მეყიდა ამ ეტაპზე არ გამოდის, ამიტომ მიწევს შელევა. ჯერ ოფიციალურად განცხადება არ დევს არსად, თუმცა შეგიძლიათ მოხვიდეთ და ათვალიეროთ, რა ვიცი, და ხაზეც შევთანხმდებით, ოფიციალურადაც დავდებ ისედაც საიტებზე განცხადებას. აგრეთვე ამ ბაიკის მონაწილეობით 1-2 ვიდეოს დაახლოებით კიდე იხილავთ არხზე, რომელიც ნოძველი გადაღებულები არის, თუმცა რჩება ერთი მაგრამ. თითქოს ამ ბაიკის შესახებ ყველაფერი იცით, მაგრამ თან არ იცით, იმიტომ რომ ამის ტესტ დრაივი მე ოფიციალურად არასდროს არ გადამიყია და თუ ვინმეს გაინტერესებთ, თუ საერთოდ რა ბრენდია ეს ტრიუმფი, რა უნდათ, საიდან მოდიან, ან საერთოდ რატო გაუჩნდათ იდეაში 3 ცილინდრიანი სპორტბაიკის შექმნა და ისეთ ნიშაში შესვლა, სადაც იაპონელები უბრალოდ ღმერთები იყვნენ და ამ ღმერთების გვერდზე ჩაჩოჩება. კი ბატონო, გადავიღებ. თან ამდენი წელია მყავს და ჩემზე უკეთ ახალი ბაიკები მე ეჭვება ვინმე მიცოდეს. ყველაზე ისეთი სამართლიანი და ობიექტური ტესტ დრაივი იქნება ალბათ. და მოკლედ ასე არის ჩვენი ამბავი. თვითონ ბაიკსაც შეეხება ხა რომ ეს რომ ძალიან კარგ მდგომარეობაში ამაზე საუბარს აღარ დავიწყებ. სულ რაღაც 18000 კილომეტრი აქვს კარბენი. და მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. რა დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. დროებით.